პატა ბურჭულაძეზე და ზოდელავას. საქართველოს ისტორიაში ხომ მოხდებიან? ხო, არა, ეგ არ არის საინტერესო დღეს. მე ვფიქრობ დღეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საერთაშორისო თემა ჩვენთვის, ხო? მეც ესე მგონია, ესე იგი, ეს იყო მოწყობილი ევროკავშირის ეს ფიშერი, ეს ფაშისტი. ეს რასაც ჩვენ უყურებთ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, თავდასხმა სახელმწიფოზე. ყველაფერი გამოიყენეს იმისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების გარკვეული ძალები ის დაუბარებიათ დალიაშვილი იმაში, რა ქვია, იმაში საგდებში. აბსოლუტურად არ ვიცი, გავარკვევ. აბსოლუტურად ნათელია, ეს იყო მცდელობა, ეხა ბურჭულაძე რო რაღაცის შენ წარმოიდგინე სადამდეა დაცემული საერთოდ ის სამყარო, ხო, ეს პორნო ლიბერალური სამყარო დაეცა საერთოდ ჩამოიშალა ევროკავშირის, ამერიკის ძალები. რომ მივიდოთ ეს ხალხი მაგათ ხო და მაგაშია საქმე, მე მაგას ლაპარაკობ, წარმოიდგინე სადამდე არიან დაცემულები და როგორ არის გადაგვარებული და დეგრადირებული საერთოდ სისტემა. მართვის სისტემა, რომელშიც შედის გადაზვერვაც, ჯარიც, უსაფრთხოებას და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. შენ წარმოიდგინე, ამდენი ხანია მუშაობენ საქართველოში იმისთვის, რომ ქართული ოცნება მოაცილონ ხელისუფლებას და ეს მეოთხე მცდელობა იყო, უკვე ძალადობრივი იმის, რა ქვია. ეს ხო ისენი რო არის, რა ქვია, გარკვეული თუთიყუშების გარკვეული ჯიში არის ეს. ბურჭულაძე არის თუთიყუშის ჯიში, რომელსაც ყურში ჩაყვიროდნენ ეს ლაპარაკობდა, იმიტომ რომ ჩამოყალიბებული ბეცის გარდა იმას, რასაც ის აკეთებდა ამ დღეების განმავლობაში, მე მას მერვე კლასიდან ვიცნობ და სულ ესეთი. მაგრამ ეს ის უკანას ეხლა რაც ხნა, ხო, თავის ფეხით მივიდა სამსჯავრო სკამზე. თავის ფეხი, აბარასუზავენ. ის რაც დღეს მოხდა, ეს არაფერში არ ეტევა, ეს არც გონებაში არ ეტევა, არც სტრატეგიაში არ ეტევა. არაფერში არ ეტევა. შენ წარმოიდგინე ირინა სარიშვილი ისა რა ქვია აფსნაძე, აბა რო გამოჩნდა. ისა რა ქვია პატა ბურჭულაძე, ეს იყო კონკავშირის დელეგატი, ის იყო ზვიად გამსახურდია, ირინა სარიშვილი იძახდა, რომ ციცხალი არ უნდა გაუშვათ, ისაო გამსახურდიაო, არ უნდა გაგვეშოვო. აი ესენი ყველანი ერთად, იქ დანარჩენები ეს როგორ გაემიჯნა, ხედავ გახარია დალელო იმ წუთში გახდა. ეგრევე ეხლა გაემიჯნა. ხო და ეს ყველაფერი იქიდან მოდის. ჩვენ მოუგეთ მართლა დიდგორი მოვიგეთ რა. აი ეს დღეს იმდენად არა, დღეს ეგ დამაგვირგვინებელი აკორდი იყო, აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ სრული კრახისკენ მიდიან და ეგ ნათელი იყო და ველოდებოდი ზუსტად იმას, რაც იმდენი ტვინიც არ ეყოთ. მაგათ შეფებს, ვინც ამაში ფულს იხდის, ხო? რომ ეთქვათ, რომ ეს არ გააკეთოთ, რაც იმიტომ რომ ეხლა ამ სურათს, ხო, ვერც გოზდე, საღდები, ვერც მარდები, ვერც მარტაკუსი, ვერც ფიშერი, ვერც გრიშერი, ვერავინ აი ამას რო აჩვენებენ, ეთქვიან არჩევნების დღეს შეიჭნენ პრეზიდენტის არა, ესეთ აქციას რო ნიშნავ, რომელიც დასაწყისიდან განწეულია იმისთვის, რომ გაიგე არჩევნების დღეს. ესე იგი ის ხო და ეგ ნათელი იყო, როდესაც ამ კომისარმა ევროკავშირის ქართველ ხალხს მოუწოდა არა არჩევნებზე მისვლა. არამედ რევოლუციურ პროცესებში ეს მეტყველებს, რომ ის ჩამოიშა, ის ევროკავშირი აღარ არის, ამიტომ მინდა მივმართო ამ ჩვენ მთავრობას. პირველი რაც უნდა გამოიღეთ კონსტიტუციიდან სიცხვილეა, რის ევროკავშირი, სად არის ეს ევროკავშირი, ეს გარყვნილების ბუდე, კორუფციის, იმისი რა ქვია, გადაგვარების და ღმერთმა იცის რა ხდებას. ან რომელ ნატოზე მელაპარაკებით ეს სამარცხინო დაწესებულება. დაანებეთ თავი, საქართველოს 3000 წელია თავის გზით მიდის და სწორი გზით მიდის, მადლობა ღმერთს. მე არ მახსოვს რომელ საუკუნეში იყო ბოლოს საქართველოს ესეთი დამოუკიდებელი და ესეთი სუვერენული როგორც დღეს. როდის იყო ესე გაზრდილი ქართული საზოგადოება როგორც დღეს არის. წარმოიდგინე 1,100,000-ზე მეტი კაცი მივიდა ადგილობრივ არჩევნებზე იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო მთელი სტრუქტურები ეს პორნოლიბერალური სტრუქტურები მილაპარაკობდნენ, რომ აი დავამხობთ ისინი უკან დახევა დემოკრატია არის. მოდი ერთი წუთით. აქ უნდა შეგაწყვეტინო. დამხობის ტექნოლოგიაც ცნობილია. დამხობას ძალოვანი ელემენტი სჭირდება და რატო არ იყო? აბა რა იყო ეს? არა, ეს გასაგებია. არა, ეგრე არ არის ახლა შენ ისი რა მინდა? იქ არის მომზადებული კარგად ბრონეჟილეტებით, ილებით, შეიარაღებული.
შეიარაღებულის თავის რისი შეიარაღებული ხო მაგას გეუნები ხა ბრონეჯლები რომ მიდიხარ სპეცრაზმელი გცემს აბარა არა მაგას ხო და სპეცრაზმელსაც მოხდა სხვათა შორის რა ვიცი ეგრე არა გავიგე მაგრამ მე რას ვიძახი იცი ამის უკვე ეგ არის მთავარი ჩვენთვის დღეს არის რომ ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ მიხვდეს რომ არანაირი მეგობრები ჩვენ ამ პორნოლებარო სამყაროში არ აგვყავს არანაირი ესენი არიან ჩვენი მტრები ვინც დღეს ცდილობს აი ეს ფიშერები ხარჩინსკები ეს ერთშები სხვები ხმას არ იღებს არც ერთი შენ წარმოიდგინე გაიხსენე მაია უკაცრავად რა შენ გაიხსენე რამდენი წელი მიცეს იმ ადამიანებს ვინც მონაწილეობა მიიღეს იმაზე რა ქვია კონგრესის შენობაზე შეტევაზე ის შედარება იმასთან რა საკარი არ შეიძლება ის გარედან თავს შემოერტყენ შიგნით შევიდნენ კი ვნახეთ რა თქნეს და როგორ ძალიან ბევრი 22 წელი 18 წელი 20 წელი და აი ამის შემხედვარი ადამიანები დღეს გამოდიან და ხმას მე კიდევ ერთი კადრი მინდა დავამატო შეხედეთ როგორ იწვის ინვენტარი საბა რაშია ბოლომდე ყვირია გადაწვით და გადაბუგეთ ბოლომდე ეს ქვეყანა ეს არის დავალება ეგ არის ამოცანა გადაწვით და გადაბუგეთ ეს ქვეყანა იმიტომ რომ ომში არ ჩაერთო ჩვენ ბრძანებებს არ ასრულებს ევროპორნო ლიბერალიზმში ყოფნა არ უნდა ბავშვების გადაკეთება არ უნდა და ასე შემდეგ ამიტომ გადაწვით და გადაბუგეთ და წვავენ და ბუგავენ ვინ ქართველები ქვიათ ხო მითხარება ეხა რო ვამბობთ რომ რა იყო ეს იყო რა ეს იყო ჩვეულებრივი პითილი ასე ვთქვათ სტარტერი რო გადაწიო დაიწყო პროცესი ეს იყო პროცესის დაწყება გეთახმები ამ პროცესს ყავდა ორგანიზატორი არა მარტო ის ვინც შევიდა ორგანიზატორი ვინც იყო და ვინც გაემიჯნა ამ ძალადობას იმან იცოდა ამის შესახებ და მაგითო წავიდნენ ციხეში მაგრამ ციხეში რამდენი ადამიანი ზის ახლა მე ძალიან კარგად ვიცი დანაშაულის დაფარვისთვის მე თუ მკითხავ ის ადამიანები ვინც გაემიჯნა მათ დანაშაულის შესახებ ძალადობის შესახებ იცოდნენ კეთილ უნდა ინებონ და მათაც მოკითხონ რა იცოდნენ და რას გაემიჯნენ აი ესე უბრალოდ გაემიჯნენ იმას რაც არ შედგა გაემიჯნენ ახარია და სალომე ეს პარიზელი კაჯონა ეს თავი გაემიჯნა მაშინ როდესაც მიხვდნენ რომ მორჩა თემა დამთავრებულია და შეიძლება თვითონაც გამოყონ თავი რა მე მგონი უფრო ეხა სწორად მიყვებოდი და მოყვები აბსოლუტურად იმაში რომ ეს თავისთავად არ იყო რაიმე პროცესი, მაგრამ მაიდანი პირველ დღეს არ დამთავრებულა, პირველ დღეს არ მომხდარა. აი ის რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი იქ დგას, ანუ ამ პროცესის მონაწილეა. სხვა პროცესი. რატო ბროშკით იდგა წეღან? ეხა გაემიჯნა, უკვე გაემიჯნა. არა, წეღან თქვა რომ უნდა იდგესო ხალხიო ბოლოს. რუსთაველზეო აქო ძალადობა პროვოკაცია არის, კიდე აქეთ დააბრალა ხელისუფლება. მაშინ ყველას ცოდნია ამ გეგმის შესახებ და დანაშაულის დაფარვა მაინც. ესენი ციხეში კუკუები რა. გახარია კი არა, გახარია გაიქცა. ბერლინში წავიდა, ხო? აი ეს ყველა იმ გაგრძელებას ელოდნენ და ეს ანუ ამით არ დამთავრდა. ხაზარაძე საცავშია ეხლა ტიპის ფულის ძალიან მაგარი არის. ეგ და ჯაფარიძე იქ ერთ-ერთი კაჯუნია ჟურნალისტი დარბოდა დაძდევდა სპეცრაზმის ხელმძღვანელს ლაპარაკებოდა მე ხელმძღვანელს დაძდევდა და რატომ არ იყო დაცულიო პრეზიდენტის საფრთხეობა ანუ რას ნიშნავს რატო არ იყო დაცული აი ესეც სიგიჟე გინდა ხალხი მივიდა გადათელა ხობე შევარდნენ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული და რატო არ იყო დაცული გამოდიოდა მე თავის თავს ლაპარაკებოდა მიკროფონი კიდევ თავის თავს ლაპარაკებოდა ჩვენ იმას უნდა დაუბრუნდეთ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა რამაც დღეს აბსოლუტურად ყველა პროცესს დაუსვა წერტილი დღეს ნებისმიერი ადამიანისთვის და რაც თავარია ეს ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა 1,100,000 კაცზე მეტი გამოვიდა და მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას ცალსახად მშვიდობას თავისი ქვეყნის განვითარებას წინსვლას და უთხრა არა შოლცებს მოლშებს ტროლცებს იმეებს ამეებს ფიშერებს და იმეებს უთხრა რომ ეს თქვენ ამ ქვეყანაში ეს არ გავა ეს არ არის ის ქვეყანა რომელიც ამის შესაძლებლობას მოგცემთ ეს არ არის ხალხი და ის საზოგადოება რომელიც აი ესე წიხქვეშ ფეხქვეშ და უკანალის ქვეშ დაგადებინებთ საკუთარ სამშობლოს და ეს ყველამ და დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ეს მოხდა მე სუფიქრობ დარწმუნებული ვიყავი მაგრამ სუფიქრობდი აბა როგორ იქნება და რო გავიგე ციფრი იმ ადამიანების ვინც ამ არჩევნებზე იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით რომ ადგილობრივ არჩევნებზე საერთოდ შედარებით საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებთან ბევრად უფრო ნაკლები ხალხი დადის დღევანდელმა დღემ აჩვენა რომ ეს საზოგადოება შედგა ხო ეს 35 წელი უდაბნოში რო ვიარეთ
იქიდან დასკვნები გამოვიტანეთ იმ ჩვენი შეცდომებიდან, იმ ჩვენი ცოდვებიდან, ის დაპირისპირებები, რომელიც იყო და იყო ძალიან ღრმა დაპირისპირება, იმიტომ რომ ფაქტურად ორად იყო საქართველოს გაყოფილი და კი გვახსოვს შედეგი რა მოიტანა. დღეს ეს მორჩა მაიკლ ვროტ არის ესეთი მაიკლ ვროტი. ვროტი ვიცი ხო. და დატვიტა. ვროტი ვზად. რო ზადავიჩ ვროტ. დატვიტა რაღაცა კადრები და სირცხვილიაო ეს რეჟიმიო ომს აწარმოებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგაო იყენებს რა ძალადობას და ცემდენკას რა სირცხვილია ევროპა დაეხმარეს საქართველოს გასაგები ევროპა თავის თავს დაეხმარეს არა ესე იგი როგორ ტიპები შეიჭდნენ პრეზიდენტის სასახლეში და მაიკლ ვროტი იძახის რომ ევროპა უნდა დაეხმაროს იმას აი ამ დამნაშავეებს ხო არა იმის პრეზიდენტის სასახლის აღებაში ფიშერს მოუწოდა ეთქობა ეგეც ხო გერმანელია უკან რომ გადი შენც იქა და ანუ ტანკები მონაწილეობაში გერმანული ტანკები უნდა ჩამოვიდეს არა სალომემ პირდაპირ თქვა რომ ეს იყო ხელისუფლების მიერ მოწყობილი პროვოკაცია. არა, რას გაემიჯნა მაშინ თუ ხელისუფლებამ მოაწყო პროვოკაცია. რას გაემიჯნა სალომე? ხო არა ნუ აი ასეთი ეს ხო პარიზელ ქაჯუნაზე ლაპარაკი ზედმეტია არა ერთი არის რა რეზიდენცია მივიდა ხალხი რეზიდენცია მივიდა მოაწყო ისა პროვოკაცია რა შესაძლოა ეგ არის მთავარი ხვალიდან ეს ქართული საზოგადოება რა დარწმუნებული ვარ ეს ბრძენი ხალხი ქართველები ამ ხელა გამოცდილებით ისტორიულით სახელმწიფოებრივით რელიგიურით ამ სულისკვეთებით, ამ ერთგულებით, უფლისადმი, რწმენისადმი, თავისი წარსულისადმი, ხო? დღეს ქართულმა საზოგადოება როგორც არასდროს ესეთი ხმამაღლა სიტყვა უთხრა მთელ მსოფლიოს. აი ამ ბოროტ ძალებს, ამ პორნოლიბერალურ ძალებს, როგორც ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამ ერთობას რა, რომელიც ყველანაირად ცდილობდა ჩვენ დაჩაგვრას და დაიჩაგრენ თვითონ. და მეცაც გეტყვი, ჩვენ მოვესწრებით და ჩინელებს აქვს ძალიან ბრძნული ანდასა, როდესაც მდინარესთან უნდა ჩამოჯდეო და მდინარე თვითონ ჩამოატარებს შენი მოწინააღმდეგის გვამსო და აი ხა ჩვენ ვიჯდებით და დავინახავთ როგორ ჩამოატარებს ამ პორნოლიბერალიზმის გვამს. ახსენეთ სალომე ახსენეთ და ჯოხი ხელში დაიჭირეთ და დაუშვათ შეიძლება. გააქციონ აქედან და მთავარი ის არის რომ აქ გაგრძელდეს დგომა ეს მშვიდობიანი დგომა რომელსაც ვერაფერს ვერ უშვებიან და მეც ხვალ ვიქნები და უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი ხვალაც სწორედ რომ ეს პროვოკაცია დასრულდეს და დასრულდეს მშვიდობიანი პროტესტის გასაგებია დგომა აქა ხო დგომა ანუ ეს პროვოკაცია ჩვენი ხანია დგომაშია უბრალოდ ჩვენ ვერ გავერკვიეთ მაშინ თავის დროზე რა ხო ანუ რა გამოვიდა რომ დღეს არ გამოვიდა პატარა ხო დამხობა რა ამაღამ დაიძინებენ და ხვალ ისევ გააგრძელებენ დღეს ვიწყებ და ვამთავროთ 4-ში ვიწყებ და ვამთავროთ მე შენ ნახან შენი კლასელია შენ იცი ანუ რაღაცა ფსიქოზე რო შეამოწმო არა კლასელი არ ამოაგდე იცი როგორ 24 სკოლაში ჩემ დროს ერთ-ერთი ყველაზე კაი გოგოები 24 სკოლაში სწავლობდნენ და ჩემი მეგობრები სწავლობდნენ იქ რამდენიმე არა მე პირველ სკოლაში სწავლობდი მაგრამ 24 სკოლაში სწავლობდნენ გოგოები რომელთაც გული ჰქონდა დაპყრობილი და იქ მივდიოდით ხოლმე ხშირად და ბოლოს იმდენჯერ მივდიოდი რომ მასწავლებლებს ეგ გაკვეთილებს ვჯდებოდი მამასწავლებლებს ეგონა რომ ახალი მოწაფე ვარ იქა და ესენიც მასახებდნენ ჩემი მეჯვარე, ჩემი ბავშვის ნათლია, ჩემი უახლოესი მაკაცები და ესენი იყვნენ კლასელები, დათუნა მეშველიანი, დიმატ ვილდიანი, აი ესენი ჩემი მეგობრები, კლასელები ბურჭულაძეც იქ იყო. რა ყველაფერს წარმოვიდგენდი, გარდა იმისა, რომ ეგ რაღაცა სოფლიო, მაგრამ ნუ იცი რომ ყველა საინტერესო იცი რა არის, მთელი ცხოვრება. რა არის, აი რა მთელი ცხოვრება ემსახურა რუსეთს. კი, მთელი ცხოვრება. არც მალავდა რომ რუსული ბანი ვარო, ხო? ბოროშ გოდუნოვი ვერ ამოაგდებინეს ყელიდან, ხო? მთელი ცხოვრება რო დაამთავრა იქიდან რომ გამოუშვეს რომ აღარაფერში აღარ ჭირდება ჩამოვიდა აქა და მოინდომა ის რაც მოინდომა მაგრამ მე რა არის იცი მე ბეცებიც მინახია უგუნურებიც მინახია კრეტინებიც მინახია მაგრამ ესეთი არაფერი მინახია რა ხო გეუბნები რომ რაღაცა თან იცი ისეთ არ რომ ლაპარაკობ რომ უყურებ ხო ისეთი შტაბეჭდილება მაქვს თვითონ ჯერა რასაც და სად უნდა იყოს ტიპი რომ ამბობდეს რომ ბიზნეს ამში გაიქცევა ხო ხო დარწმუნებული აგერ ნახავ თქვენო და დღეს გამოაცხადა რომ ირაკლის მიმართა მე უყურე ავტობუსის წინ იდგა რომ გადაუდგა სპეცნას ჯერ არ წახვიდეო ირაკლის ხო არა არ გაიქცეო ხო არ გინდა და მე იქიდან მაგან და ზუდელავამ დააპატიმრეს უკვე ბიძინა ირაკლი ყველა დააპატიმრეს ხო უკვე დააპატიმრეს ხელისუფლებას გადმოიბარეს ირინა სარიშვილი გამოვიდა და მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენ მხარეს გადმოდითო
ჩვენ დაგვექვემდარება ჩვენ ბრძანებებსო რა. ნუ ეხა უყურებ ამას და ფიქრობ რა, რომ ნუ ხო გაიგე შენ ეხა ასაკში ვარ ყველანი მეც ვაგათ. მაგრამ ყველაფერს ხო საზღვარი რაღაცა აქ ზღვარი ხონდა იყოს რომლის იქით არ უნდა. მასობრივი ფსიქოზია ხო? არა, წარმოუდგენელი, ეს ფსიქოზი აღარ არის. არა, შალვა. რა, უფროსები, ისინი რომლებიც უკვე პოლიტიკაში დაბერდნენ, სულ პოლიტიკაში რო არიან რა, ქართულ პოლიტიკაში, აი მართლა საქართველოში ორი ყველაზე მაგარი ბიზნესი არსებობს რა, ეს არის პოლიტიკა და მედიცინა. იმათო. ყველაზე დიდი არც ისინი არიან პოლიტიკოსები და ნუ მედიცინაშიც ვინ არიან ძირითადად აი განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით იყო ეს ცხადი რა ნარკომკურნალობასთან დაკავშირებით როდესაც ის საბარიგოები ჰქონდათ გახსნილი რა იცი როგორი რამე იყო ზუსტად ვიცი რომ დოზის აწევის უფლებას აძლევდნენ და დაწევის უფლება აკრძალული იყო რომ მიდიოდა კაცი და ეუბნებოდა დამეწია დოზა აღარ მინდა ამდენიო არაო ზემოთ კი ბატონო ქვემოთ არაო იმიტომ ატეხეს ეს ისტერიკა. ყველაფერზე ისტერიკა ხდება აქ, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს რაზე ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს მოხდა, რაც ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენ დავამარცხეთ საერთაშორისო აი თავის დროზე კომუნისტური ინტერნაციონალიზმი რო იყო, ხო იცი, ინტერკომი. აი ეგ დავამარცხეთ, ოღონდ პორნოლიბერალიზმის ინტერნაციონალური კომიტეტი დავამარცხეთ, დღეს საბოლოო. აი პიროვნებებზე მინდა რა ისევ დავრჩე, რომ აი შალვა კითხულობ, რომ რატო მოხდა ეს? ისინი ვისთვისაც პოლიტიკა იქცა ბიზნესა და მე დარწმუნებული ვარ ბურჭულაძეც ამ ბიზნესშია ჩართული საბოლოო ჯამში და ამ ბიზნესმა შეიძლება ზოდელავას ბოღმა უფრო იყოს და მართლა დაბრუნების იქ სხვა мотиваცია ექნება. მაგრამ ეს იგივე ხალხი ვინც ბატონმა გოგამ ჩამოთვალა, არა, ეს ხალხი არის სულ პოლიტიკაში. მათ მშვენივრად ნახეს, რომ ადამიანები აქციეს ინსტრუმენტებად, ადამიანებზე ზემოქმედება შეიძლება და იმ ადამიანებს, ვისაც ამას აჯერებენ, რომ ეს კედელი არის თეთრი, ისინი უბრალოდ ადამიანებს პატივს არსებენ, ისინი ისე შევიდნენ ამ ბიზნესში, რომ აი მათთვის ყველა კამათელია, იცი, კამათელს აგორებენ და რო ამბობს, რომ ის გადადგება, ის განარიცია, რომ იდიოტობა არის. რა თქმა უნდა, გადიან, მე მინახავს ეს პროცესები, შეტრიალდებიან და დასცინიან ამ ადამიანებს, ვინც იქ დგას ეხლა და ვისაც გონია, რომ მართლა საქართველოსთვის ანუ დასცინიან, გესმის, ეს არის დაცინვა. ჩვენ ნუ ვიტყვით სიგიჟე, მაგრამ შვენივრად იყენებენ ზუსტად ეს არის. ხო, მაგრამ თვითონაც ციხეში აღმოჩნდებიან და მაშინ. ხო და ამიტომაც ეს არის ერთიანი დანაშაული. ვინც ამას ხელს უწყობს? დანაშაული როგორ არის, ხო? შემსრულებელი, ორგანიზატორი, დამკვეთი, ვინც დაფარა და ასე შემდეგ. ხელისუფლებისგან აი ამ გამარჯვების პარალელურად აღნიშნოს გამარჯვება. მერე უკვე როცა მეორე ეტაპი ეს საზოგადოების უდიდესი დაკვეთა იქნება, რომ ეს დანაშაული დაიწეროს ქაღალდზე და ეს ყველაფერი უნდა შეიკრას, რა არ შეიძლება სხვანაირად. დამდე ერთი დღით ადრე ტელევიზორში რო გამოდიხარ და იძახი ხო ხუჩი დილას შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება ბაჩო ახალაია. ხო. პროკურორი იქნება ზოდელავა, თვითონ პრემიერ-მინისტრი იქნება, იმას ვარაუდობდნენ გუბოზის ფინანსთა მინისტრად, იმიტომ მილიონის მოპარვა იცის როგორი შოუს. და მაყურებლად იქნება ტარიელონიანი. ეს ოფიციალურად გამოდის. ჩვენსკენ არის. რა გაუკეთე. როგორ ჩვენსკენ არისო? ეს ხო მე ვიცი რა. ჩვენსკენ არის, ესე იგი ტარიელი უყურებსო საქართველოსო, ჩავაბარებთ ყურებასო? ხო. აქედან ბაჩო ახალაია, აქედან ზოდი შენ წარმოიდგინე რა, ამას კაცი ლაპარაკობს. მაგრამ უკეთეს სუდის არა, ძალიან ცუდი საქმე გაუკეთა ამ ტარიელონიანს. არა, ამას კაცი სერიოზულად იძახის ყველა მათ ეთერში. ამას უყურებს მთელი საქართველო და ფიქრობს, რომ ეხა ხუჩი რო გაიღვიძებენ, ხო? უკვე ხო ჩაიბარა. რაღაცა ხდება, შეხედეთ მეგობრებო, ნახეთ. აი, ატა ბუჭულაძე რას ამბობს ეხლა. აბა, განცხადებას არ აკეთებს. საქართველოს პრეზიდენტზე, ოღონდ პრეზიდენტზე რომელზე, იცი? იმაზე კი არა, ნამდვილზე. სიაბან პრეზიდენტი. სალომე. და რომ მკითხოთ, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება, თქვა რომ ეს აქცია ძალადობრივში გადაიზარდა, გაემიჯნა ამ აქციას ამ პროცესს. მე ძალიან ბედნიერი ვარ. თუ ქალბატონი სალომე გაემიჯნა ამას, იმიტომ რომ მართლა უნდა გამიჯნებოდა. ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ აქციის დისკრედიტაციისთვის ხდება ეს ყველაფერი. ძალიან კარგია. იფიქროს. ქართულ ხალხს უნდა თავისუფლება და არა ის. ხო, აი ეს იდიოტობა, საიდან აქვს ეს გონორი? ერთი რომ შემთხვევით რა თქმა უნდა რომ კუჭიდან. აღური რო ამოკრან ან კუჭიდან მოდის ეგ მოხდეს. მეტი არაფერი კუჭიდან, იმიტომ სხვა ორგანოები რომ მუშაობდეს, აი ესეთ რამებს არ ელაპარაკებდა. ეს ჯიბის სიმულატორი არის რა. ხო. ანუ ფული. ხო და უყურე ეს ტელევიზორი ვერ გავიგე, ხაზარაძის ხო არის? ხაზარაძე ფულს ხო აძლევს?
გაემიჯნა ეს ხაზარაძე და რატო აწვევიან რევოლუციას მაინდა-მაინც? იმიტომ რომ იმაში აქვს, ბიჭო, ჯერ არა, ვერ გავიგე. მაინტერესებს ხოლმე, ხო იცი რომ აი ხო ყავერთ ესმით რასაკეთებენ. ხო არ არის შანსი არ არის რომ არ ესმოდეთ რასაკეთებენ. რას აძლევენ ამისთანაც რომ თავის ქვეყანას ესე დღეში აგდებენ რა. აი რას აგდებენ? ეხლა ის გასაგებია ის როენა მამიდა და ნოდარიკო დეი და გასა მაგათ რა გამოასწორებს ეგ დამთავრებული თემაა გასაგებია და ის აი ამის კლასელი ალკაჯერო დარბის ქუჩაში იმათ ვერაფერი ვერ მაინც მაგარი ვიდეოებია აი ამის კლასელი თუ იცი ვინმე ეს ბავშვობაში ესეთი დეგენერატი იყო თუ ეხლა გამოშტერდა ოღონდ ვინა მურთაზი აი ის არ სწავლობდა სკოლაში საერთოდ ხო ეთქობა ის პირდაპირ გენერალური პროკურორი მათემატიკაში ცუდი ნიშანი ეს მიშა სამხანაგი იყო ის ის ხო არ სწავლობდა რა რაოდენობის ქართველიც არ უნდა შეიკრიბოს თბილისის ცენტრში და დღეს ვიყავით ჩვენ დაახლოებით 300,000 ქართველი აქ შეკრებილი 700 მორჩა 700,000 იყვნენ მე დავთვალე ანუ იკლებს რას ვერ ხედავდა ბოლომდე რამდენი იყვნენ გაიგე 300,000 კაცი იდგნენ დღეს რა ხდება რაღაცა მეგობრებო გაოგნებული თელი დღე გაოგნებული უყურებთ ამათ და ესე ვაკეთებთ აი ესე ვაკეთებთ რა ხო არა ძალიან კარგია ისე ვიმეორებ რა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ეხა ამაზე ლაპარაკს აზრი არ არის ბევრი ამაზე თუ გავიცინებ თუმცა სასაცილოც არაფერი არ არის იმიტომ რომ ეს მათ ვინც აყვა იქა ის ხო ჩვენი შვილები არიან ხო და რა ის ხო ჩვენი მეზობლების მეგობრების კლასელების ამხანაგების თანამშრომლების ხო ეს ხო ჩვენი ხალხია ხო ეს ბავშვები ვინც ამათ ეს ოლეოლა ტრუაილები რო დარბიან იქა იმეებით რა ქვია უნდა დაისაჯონ საკმარისია ჯერ იმის თავი ჯერ ყველაზე მეტი რას უყურებდი ჯებირები რო ჩამოხსნეს და რო გაიხსნა გზა მაშინ დაიხიეს უკან საერთაშორისო თუ გინდათ ლაპარაკი ანდრეი ბაბიში იგებს ჩეხეთში და დაერხა ჩეხეთის ლიბერალურ კლანს. ხო არა, საერთოდ ევროპაში არის. იქ ევროპაში რას ვერჩი ხა ევროპა ბევრად უფრო დიდი მცნებაა და უფრო ღრმაა და უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ევროკავშირი, მაგრამ მე სულ ის ადრე ამას ისე ვამბობდი და ეხლა ძალიან სერიოზულად დავფიქრდი. მე ვიყავი 5 წლის. როდესაც ბრიუსელში ადამიანების ზოოპარკი იყო. და ის ადამიანები, ვინც ზოოპარკში თავისი შვილები დაყავდა, ისინი ცოცხლები არიან და ის შვილები დღეს პარლამენტში შედან. ის ბავშვები, რომლებიც დადიოდნენ ადამიანების ზოოპარკში. და ამერიკის შეერთებულ შტატებში 60 წელში სკამები იდგა თეთრებისთვის ცალკე, შავებისთვის ცალკე. ტრანსპორტიც ესე იყო და მეცად გეტყვი, რეი ჩარლზი ჯორჯიაში თავის შტატში არ შეუშვეს კონცერტებით, იმიტომ რომ ზანგი იყო და აი ახლა აი ამას ყველაფერს ადრე ჩვენ ამას ვერიდებოდით ამის ლაპარაკს დღეს მოხდა ვითარება არის როდესაც ეს სულ ყველაფერი შეგვიძლია გავაერთიანო და მივხვდეთ სად არიან ისინი აი ამ თავის პროგნოლიბერალურ სამყაროში და სადავარ მეგობრებო დასასრულს უახლოვდება ჩვენი ჩარტო მაგრამ აქ ახლა პროგნოზებზე შეიძლება ვილაპარაკოთ მე მგონია რომ ხელისუფლება ამ გამარჯვებას გამოიყენებს და მართლაც პირდაპირ ბანალურად ვიტყვი დაიჭეს ვინც დასაჭერია ყველა ვინც ახლა ჩვენ ნახეთ და კანონს არ გვეს მოწოდებით თუ ქმედებით ყველა არის დასაჭერი რას ფიქრობ შენ რა განვითარება იქნება მე ვფიქრობ რომ დასაჭერია და აი მართლა ერთი დღე აი აღნიშნოს და მიულოცოთ გამარჯვება მიულოცოთ ის რომ დღეს საკმაოდ სწრაფად მოხდა ამ ყველაფრის დასრულება მართალია გაგრძელებას ალბათ აპირებდნენ, ალბათ გეგმა ეს იყო, მაგრამ ვიღაც გახდა, ვიღაც შეშინდა, მაინც გეგმა იქნებოდა ალბათ ესეთი, მაგრამ უკვე ჩაშლილი არის ჩემი აზრით ეს გეგმა, ერთი სიბინძურე მაინც მოახერხეს, მაგრამ ხელისუფლებამ აუცილებლად წულუკიანის კომისიის დასკვნასთან ერთად, აი ეს დანაშაული უნდა იყოს ბოლო და ეს უნდა დაედოს ზუსტად საფუძვლად აი იმ კომისიის დასკვნას რა დასკვნას კი ამან უნდა გააძლიეროს და მთელი შემკვეთი მარტო შემსრულებლები არ უნდა დაისაჯონ ანუ მარტო მეისრეები შემსრულებლები არ უნდა დაისაჯონ აქ უნდა დაისაჯოს ყველა ვინც კავშირშია შიგნით ერთმანეთთან და რასაც სწორად ამბობს გოგა ზუსტად გარედან მიღებული ანუ ბარათის თუ ფინანსური სტიმულატორი ვისაც უდევს გულის ჯიბეში ან შარული ჯიბეში. აი იცინი, აბსოლუტურად ყველა. იმის დასახელები თუ საიდან მოდის ეს ყველაფერი. აქ ერთი დიდი დანაშაული თუ არ შეიკრა და ეს იქნება ვეთანხმები გოგას აბსოლუტურად, ეს იქნება დასაწყისი იმის, როგორც საქართველოს ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც კოვიდის დროს ეკლესიის კარი არ დახურა. ეს იქნება ის ქვეყანა. სერბეთმა არ დახურა. სერბეთმა. ეს იქნება ქვეყანა, რომელმაც ამხილა და დანაშაულს დაარქვა უკვე თავის სახელი, შეკრა დანაშაული, საერთაშორისო დანაშაული.
ეს საერთაშორისო მასშტაბის დანაშაულია. ეხლა ბურჯულაძე და ზოდელავა თავის დარდარბიან, არა? გასაგებია საიდან და როგორ. აი ეს უნდა შეიკრას. ამას ითხოვს ჩემი აზრით ორგანიზატორები უნდა დასაჯო და ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ აი ესეთი ქმედების გულისთვის მიახლოებული ქმედების გულისთვისაც კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ აცდებათ. აი ამის მე ეს არის წამალი. დღეს ვხედავ რამდენიმე ელჩს კიდე ესეთი გაფრთხილება, რომლებიც მონაწილეები არიან აქტიურად. ზოგიერთი ელჩი, ზოგიერთი კი არა. კონკრეტულად ვიცი რომელიც, იმიტომ რომ რომელსაც ჩვენ ვიცემ. ახალი ელჩი ფაქტიურად გააწეული აქვს წითელი ბარა, თავმოყარება რო ქონდა, ახალი თავმოყარება რო ქონდა, თავისი ფეხით წავიდოდი მას, სადა ამერიკის საელჩო დუმს ჯერ-ერთი შატდაუნია და ფული არა აქვს უბრალოდ განცხადებები რო დააბიჯონ ამ ეტაპზე. არა. ფულზე წერენ ხოლმე განცხადებებს და ფული არა აქვს განცხადებები. არა, მართლა არა აქვს რა. მე მაგალითად აი მაიას რას დაუმატებდი? მე მაგალითად ხელისუფლებას ურჩევდი და კახა კალაძეს, რომ ასათიანის ფსიქიატრული აღადგინო. ასათიანზე შეიძლება არა, ასათი უნდა აღადგინო. გოგა, მე სწავლობდი, მე იმიტომ რომ ეს აუცილებელია რა. არ ეყოფა. არა, ხოდა მაგიტრო თანამედროვე და ძალიან ბევრი საუბრობდით შალვა დამეთანხმება ფსიქიატრებში, ქართულ ფსიქიატრებში ძალიან ბევრი სამწუხაროდ არის ზუსტად იმ ხარეს. მეგობრებო, ერთად იქნებიან კარგი ფოტოთი დავასრულოთ, აგერ ახლა მივიღეთ პირდაპირ ფოტო, გაუშვით თუ შეიძლება ეს არის ჩვენი დედაქალაქის მთავარი მოედნის ფოტო, გაწმენდილი, გაწიკწიკებული, მშვიდობიანი. სულ ესე გაგრძელდა ამათი ვითომ ვაი რევოლუცია.